მოგესალმებით. დღევანდელი გაკვეთილის თემაა აირის კანონები. თქვენ უკვე შესწავლილი გაქვთ იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მოცემული მასის იდეალური აირის დამახასიათებელ მაკროსკოპულ პარამეტრებს, წნევას, მოცულობას, ტემპერატურას. იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება ჩაიწერება შემდეგნაირად. იდეალური აირის მდგომარეობის განტოლების ერთ-ერთი სახეა კლაპეირონის განტოლება. უცვლელი მასის, იდეალური აირის, წნევისა და მოცულობის ნამრავლის შეფარდება აბსოლუტურ ტემპერატურასთან მუდმივი სიდიდეა. დავაკვირდეთ პროცესს, როგორც ხედავთ, აირის სხვადასხვა მდგომარეობისას მაკროსკოპული პარამეტრები იცვლება, მაგრამ წნევისა და მოცულობის ნამრავლის შეფარდება ტემპერატურასთან მუდმივი დარჩება. ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული და ტექნიკაში ხშირად გამოიყენება ისეთი პროცესები, როდესაც უცვლელი მასის აირის სამი პარამეტრიდან ერთ-ერთი უცვლელია. პროცესს, რომელიც ერთ-ერთი პარამეტრის მუდმივობის პირობებში მიმდინარეობს, იზოპროცესები ეწოდება. თერმოდინამიკური სისტემის მდგომარეობის ცვლილების პროცესს მუდმივი ტემპერატურის პირობებში იზოთერმული პროცესი ეწოდება. რადგან იზოთერმული პროცესისას ტემპერატურა მუდმივია, კლაპეირონის განტოლება მიიღებს ასეთ სახეს. მაშასადამე, მოცემული მასის აირის, წნევისა და მოცულობის ნამრავლი მუდმივია, თუ აირის ტემპერატურა უცვლელია. როგორც ხედავთ, მოცულობის შემცირება გამოიწვევს წნევის გაზრდას, ხოლო მოცულობის გაზრდა წნევის შემცირებას, წნევისა და მოცულობის ნამრავლი კი მუდმივი დარჩება. ეს კანონი ექსპერიმენტულად ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს ინგლისელმა მეცნიერმა ბოილმა და ფრანგმა მეცნიერმა მარიოტმა, ამიტომ კანონს მათ პატივსაცემად ბოილ-მარიოტის კანონი ეწოდა. იზოთერმული პროცესის დროს წნევის დამოკიდებულება მოცულობაზე გამოისახება მრუდით, რომელსაც იზოთერმა ეწოდება. აირის იზოთერმა გამოსახავს უკუპროპორციულ დამოკიდებულებას წნევასა და მოცულობას შორის. ამ სახის მრუდს მათემატიკაში ჰიპერბოლა ეწოდება. თერმოდინამიკური სისტემის მდგომარეობის ცვლილების პროცესს მუდმივი მოცულობის პირობებში იზოქლორული პროცესი ეწოდება. კლაპეირონის განტოლება იზოქლორული პროცესისას მიიღებს შემდეგ სახეს. მოცემული მასის, აირის, წნევისა და ტემპერატურის შეფარდება მუდმივია, თუ აირის მოცულობა არ იცვლება. ეს კანონი დაადგინა ფრანგმა ფიზიკოსმა შარლმა და მისივე სახელს ატარებს. ფორმულის მიხედვით, მუდმივი მოცულობის დროს აირის წნევა წრფივად არის დამოკიდებული ტემპერატურაზე. როგორც ხედავთ, ტემპერატურის გაზრდისას იზრდება აირის წნევა. ტემპერატურის შემცირებისას კი წნევა შემცირდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაბალ ტემპერატურაზე აირის წნევასა და აბსოლუტურ ტემპერატურას შორის წრფივი დამოკიდებულება ირღვევა.
თერმოდინამიკური სისტემის მდგომარეობის ცვლილების პროცესს მუდმივი წნევის პირობებში იზობარული პროცესი ეწოდება. კლაპეირონის განტოლების თანახმად, როდესაც წნევა მუდმივია, მოცულობის შეფარდება ტემპერატურასთან მუდმივი სიდიდე იქნება. მაშასადამე, მოცემული მასის, აირის, მოცულობისა და ტემპერატურის შეფარდება მუდმივია, თუ წნევა არ იცვლება. ეს კანონი ექსპერიმენტულად დაადგინა ფრანგმა მეცნიერმა გეილუსაკმა და მისსავე სახელს ატარებს. კანონის თანახმად, მუდმივი წნევის დროს აირის მოცულობა წრფივად არის დამოკიდებული ტემპერატურაზე. ამ დამოკიდებულებას გამოსახავს წრფე, რომელსაც იზობარა ეწოდება. როგორც ხედავთ, ტემპერატურის გაზრდისას იზრდება აირის მოცულობა. ტემპერატურის შემცირება კი გამოიწვევს მოცულობის შემცირებას. დაბალ ტემპერატურაზე აირის მოცულობასა და აბსოლუტურ ტემპერატურას შორის წრფივი დამოკიდებულება ირღვევა.